შუამარხვის ოთხშაბათს, რომ ეს აღდგომა მომავალი საუკუნო აღდგომის ნიშანია. ძმანო და მამანო, აი უკვე მარხვა გადის და ჩემს სულს აღდგომის მოახლოების გამოუხარია, რათა მასში განისვენოს და მრავალ შრომათაგან ილხინდოს. ეს სიტყვა რატომ წარმოვთქვი? რათა მთელი ჩემი ცხოვრება საუკუნო აღდგომის მიმართ იმზირებოდეს, რადგან ეს აღდგომა თუმცაღა დიდი და დიდებულია, მაგრამ მამათა თქმისებრ ნიშანია მომავალი აღდგომისა. ეს ერთ დღეს აღესრულება და გაივლის, ხოლო ის აღდგომა უცვლელი და მარადიულია, სადაც ტკივილი, მწუხარება და ოხრა გაუქმდება, სადაც სიხარული და მხიარულებაა, სადაც მარადიული მოსვენებაა, სადაც დღესასწაულის ხმა და მოუკლებელ ნათელთან ზიარებაა, სადაც ქრისტეს ნეტარი ტრაპეზი და საუკუნო სიკეთეებით აღსებული სუფრაა და ის ახალი სასმელი, რომლის გამოც უფალმა თქვა. ამიერიდან აღარ ავსვამე ნაყოფისაგან ამის ვენახისა, ვიდრე მდეს ვსვა ახალი სასოფლელოზე მამისა ჩემისა. ამიტომ აპირებდა რაზეც შეამაღლებას, მოწაფეებს ეუბნებოდა. მე წარვალ და გამგიმზადო თქვენ ადგილი, ყველად მოვიდეთ და წარგიყვანეთ თქვენ, თავისა ჩემისა თანა. რაითა სადაცა მე ვიყო, თქვენცა მონიყვენით და სადაცა იგი წარვალ იცით და გზა იგი იცით. ცოტა შემდგომ კი ამბობს. მას დღეს აცნათ რამე თუ მე მამისა ჩემისა თანა და თქვენ ჩემთანა და მე თქვენ შორის. სხვა ადგილას კი ამბობს, მამაო მნებავს რაითა სადაცა მე ვიყო, ესენიცა იყვნენ ჩემთანა, რაითა ხედვიდან დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამე თუ შემიყვარე მე პირველ სოფლისა დაბადებისა. ეს არა მარტო მოციქულთათვის, არამედ ჩვენთვისაცაა ნათქვამი, რადგან თავად მანვე თქვა, არა ამათვის ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა რწმენეს სიტყვათა მათითა ჩემდა მომართ, რაითა ყოველნი ერთი იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემს შორის და მე შენ შორის, რაითა იგინიცა ჩვენ შორის იყვნენ. რა შეიძლება იყოს ამ სიტყვებზე უფრო ტკბილი? რა შეიძლება იყოს უფრო მანუგეშებელი? რომელი ქვის მსგავსი გულის მოლბობა, ან თუ რომელი გულის მოთვინირება? თუ მოდრეკა არ შეუძლია, ალმასის ბუნებისაც რომ უწოდოს ვინმემ და არა ადამიანისა. ამას წმინდანებიც ხვდებოდნენ და ითმენდნენ, რაც დაითმინეს, რადგან გაჭირვება მიიღეს როგორც სიხარული, შევიწროება როგორც სიფართოვე, ღვაწლი როგორც განსხრომა, შრომა როგორც დასვენება და სიკვდილი როგორც სიცოცხლე. ასე რომ გევედრებით ძმებო, ჩვენ მათ მსგავსად მოვითმინოთ, რადგან ჩვენც იგივე ფუფუნება გვსურს და იგივე აღდგომას ვეძებთ. ამ ქვეყნიური მწუხარებები მხნედ და სიმამაცით ვიტვირთოთ, ნუ დავეცემით, ნურც მოვიწყენთ, ნურც დავუძლურდებით, უფრო მეტად კი გამოფხიზლდეთ და გულმხურვალენი გავხდეთ. ამ ბორო ტკბილსა და ჩვენს სამნიბლად მრავალ ხრიკიანს ვამჩნევდეთ, რომელი იგი შეიცვლების, როცა ანგელოზად ნათლისა და მოვლენებს კანონის საწინააღმდეგოდ ცვლის, რადგან ბნელსა აჩვენებს ნათლად და მწარესა ტკბილად. ჩვენი პირველი მამა ამგვარად დაცდუნა, რადგან მისი მხედველობა მონუსხა და შეუხედავი როგორც მშვენიერი დაანახა და ასე საჭმლის მიერ სამოთხიდან და სამოთხის ფუფუნებიდან გამოდევნა, მაგრამ ჩვენ, რომელთაც მისი უკეთურება საქმით შეგვეცნია, თუ როგორი მაცდურია ის, ნუ გავალთ საღვთო სამოთხიდან. როცა ცოდვის ნაყოფს მოგვაჩვენებს როგორც მშვენიერს, სულიერ ან თუ ხორციელ თვალებს მისი დანახვის უფლებას ნუ მივცებთ, რათა შეტყუებულნი და მონადირებულნი არ აღმოჩნდეთ, არამედ მავნებელი მზერისგან მთელი ძალით გავიქცეთ. განა რა არის ის ნაყოფი მშვენივრად მიჩნეული, ეს არის ხორცის სიყვარული და თითოეულ წარწმენდელ ვნებათა ბოროტი გულის თქმა, რომელთა საფრთხესაც გავეკეცით. ჩემო ძმებო, რათა ვცხონდეთ და ყველა წმინდანთან ერთად ვიდღესასწაულოთ, უკუნითი უკუნისამდე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლისაც არის დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმინდით ურთ, აწა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.